რატომ იყავით ასეთი უკმაყოფილო, როდესაც ჩვენ მოვისმინეთ დადასტურება, რომ დიახ, სინოდს აჩვენეს ეს ფარული ჩანაწერი. მოგესალმებით, პირველ რიგში მინდა წარმატებები გისურვოთ. რაც შეეხება აქ რაც მოვისმინეთ, ეს არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ ეს არ არის პროცესი, სამართლებრივი პროცესი, აქ უარყოფილია როგორც სისხლის სამართლის კოდექსი, სისხლის სამართლის პროცესი, საქართველოს კონსტიტუცია. ეს არის რაღაცა, აი, თამაშგარე მდგომარეობა სამართლებრივი პროცესებიდან. როგორ შეიძლება საერთოდ არაუფლებამოსილ პირს წარუდგინო და დემონსტრაციულად მოაწყო, როგორც ბატონმა ლაშამ თქვა, ჩვენება საქმისა, იმ საქმისა, ჩემი კოლეგებს საჯარო თქმის უფლება არ აქვს და შეზღუდული არიან სამართლებრივად. ანუ ამ შემთხვევაში თვითონ პოლიტიკურ პროცესებში არის პროკურატურა ჩართული. ჩვენ ვხედავთ, რომ მტკიცებულებებს ცალმხრივად ამ შემთხვევაში არა აქვს ამას მნიშვნელობა, ვის აჩვენებენ. არა აქვს ამას მნიშვნელობა, ეს არის მაღალი სასურველო პირები თუ სხვა ჩვეულებრივი იგივე მოქალაქეებია, კანონის წინაშე ვართ ყველანი თანასწორნი. აქ არის სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. ვისი მხრიდან? ვისი მხრიდან და ვინც ეს ჩვენება მოაწყო, საჯარო ჩვენება. როგორ შეიძლება საჯარო ჩვენება მოაწყო საქმისა, ჯერ არავითარ შემთხვევაში თუნდაც არ ედოს ამ საქმეს გრიფი არ ადოს, მაგრამ შეზღუდვა ამ შემთხვევაში გაუხსენებლობაზე და განთქმაზე შეზღუდვა არ ედოს, როგორ შეიძლება არაუფლებამოსილ პირებს მოუწყო ჩვენება და შემდგომ გამოიტანო ეს სამსჯავროზე იმათთვის და მათმა მიიღონ გადაწყვეტილება. აქ არის ერთი მძიმე მომენტი, მინდა და დავამთავრებ. აქ არის ერთი მძიმე მომენტი, ეგ არის ეს მძიმე მომენტი, რომ აქ ხედავთ ჩვენ და მე ჩემის განცდა არის, რომ მიზანმიმართულად მიმდინარეობს საპატრიარქოს შემოყვანა ამ პროცესში. ვინაიდან პოლიტიკურ პროკურატურას პოლიტიკურ პროცესში უჭირს. რატო რაში სჭირდება ეხლა მაშინ პროკურატურას საპატრიარქოს შემოყვანა, ან მაშინ უნდა იყოს ეს დადგმული ამბავი პროცესის მონაწილე უნდა გახადოს. აქ არის მცდელობა, რომ სამ პროკურატურა თუ კი რაკნას და სამართლებრივად წარმართოს სიტუაცია და არ გავიდეს სამართლებრივი ველიდან. საერთოდ სამართლებრივი ველიდან სამართალი და პროცესუალური ნორმები დავიწყებული აქვს ამ სამხედროში პროკურატურას. და რას ხედავთ ჩვენ? ხედავთ იმას, რომ პროკურატურა ცდილობს ყველაზე გავლენიანი, ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუტის შემოყვანას ამ საქმეში არაკანონიერი გზების და შემდგომი მოსალოდნელი პასუხისგებლობის გადანაწილება.